ძალიან ხმარობს ხოლმე ამ სისხლიან ბანერებს და აი ისეთი ისა რომ ემოციურად აიძაბები მაგალითად თუ რაღაცა იყო მაგალითად ძალიან ხშირად გამოცხადდა ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამიაკ, მამუკა ხაზაძე იგახარეთ თუ რამე იყო აი მე ვფიქრობ რომ ის მიზანი არის თუ რამე იყო რაც მოხალხეს მაგალითად წინახელისუფლების დროს არ მოსწონდა ოპოზიციის პარტიაში რაღაცა ამბობ პატარა აი ამაზე იწყებს ფიქრს უფრო ვიდრე აი მაგალითად ოცნება რაც აკეთებს დღეს რაც შეეხება უფრო აი ტროლბოტებს აი ტროლბოტები უფრო არ იგივე სისხლიანი ბანერების მეთოდი მაგრამ სოციალზე და ახალგაზრდებზე რომ გავლენა მოახდინოს სინამდვილეში ტროლბოტები არის უფრო ალტერნატიული რეალობის შექმნისკენ მოწოდებული მექანიზმი და ეგეც ხო არ არის ახალი ხო? რუსეთში იყენებენ აქტიურად, ბელორუსში იყენებენ აქტიურად, ან ზოგადად ეგ არის შექმნილი იმისკენ, რომ ჯერ 21 საუკუნე განსაკუთრებით ბოლო წლები არის სოციალური ქსელების სამყარო. სოციალური ქსელები კიდევ არის რაღაც სამყაროს აღქმის შენეული ვერსია, ესე ვთქვათ, თუ ზუსტი სიტყვა არ ვიცი. იმიტომ რომ მაინც საბოლოო ჯამში ამ იმაში იკეტები ადამიანი მე დროს ატარებს სოციალურ ქსელში, იყალიბებს ხედვებს, იყალიბებს რა ვიცი, განწყობებს, ემოციებს და აქ დაიწყეს უკვე თამაში.